ჰოლივუდში მომხდარ სკანდალებზე, სხვადასხვა ინფორმაციების მოწოდება რომ მიყვარს კი გეცოდინებათ ეს ამბავი და ახლა კიდევ ერთხელ აღმოცენდა ერთ-ერთი ესეთი მინი კონფლიქტის განახლებული ვერსია, რომელიც 30 წლის წინ ჩამოყალიბდა. შენ თუ იცი ვიზია საუბარი. ეს არიან ტომ კრუზი და ბრედ პიტი. და მათი შეხვედრა, რომელიც ტაბლოიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი აღმოჩნდა, რადგანაც თურმე მეც კი არ ვიცოდი ამ საკითხის შესახებ და ტაბლოიდებმა რო დააწერეს, მე მიაქცია ყურადღება, როგორც აღმოჩნდა ეს ორი მეგა ვარსკვლავი ჰოლივუდის, ბრედ პიტი და ტომ კრუზი, ერთმანეთს დაახლოებით 30 წლის მანძილზე არიდებდნენ თავს და ცდილობდნენ, რომ ერთ სივრცეში, ერთ პრემიერებზე, ერთ და იგივე ღონისძიებებს და წვეულებებს არ დასწრებოდნენ, ან თუ ესწრებოდნენ, ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. რადგანაც იცოდი ეს ამბავი არის არ დანახე როგორ კარგად გამოიყურებიან ერთად აი კადრში ხო ჩვენ ხედავთ ამ მათი შეხვედრის და ეხა შენგან გამიკვირდა რომ ეს კონფლიქტი ხედავ მე ვიპოვე ეს აქაც კი ვიპოვე სად იყო კონფლიქტი და სად მოხდა შემთხვევა მოკლედ 30 წლის წინ მათ 1994 წელს ქონდათ გადაღებები არაჩვეულებრივი ფილმისა ინტერვიუ ვამპირთან რომელიც ხოთი შორის ძალიან ისეთი წარმატებული ფილმი იყო იმ დროისთვის და ვისაც არ გაქვთ ნანახი მე გირჩევთ რომ უყუროთ რადგანაც ორივე მსახიობი ამ ფილმში არის თავის პრაიმში როგორც იტყვიან თავის საუკეთესო ასაკში და საუკეთესო ესეთი მოწოდების სიმაღლეზე არიან და იმ დროისთვის ისინი უკვე ესეთი კაშკაშა მეგავარსკვლავები იყვნენ და ჰოლივუდის ყურადღების ცენტრში იყოფებდნენ ორივე თუმცა როგორც აღმოჩნდა გადაღებების პროცესი არც ისე სასიამოვნოდ მიმდინარეობდა და მათთვის საკმაოდ დაძაბული იყო ეს გარემო სადაც უწევდათ მუშაობას ხოთი შორის ბრედ პიტი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში იმასაც კი ახსენებს რომ თანახმა ვიყავი 40 მილიონი გადამეხა და ოღონდ ამ გადაღებებზე არ ყოფილიყავიო. ძალიან უსიამოვნო პროცესი. 40 მილიონი საკმაოდ დიდი უსიამოვნების აღნიშნული თანხა არის. მან არ დააკონკრეტა კონკრეტულად სახელი და გვარი, თუმცა ყველა ძალიან კარგად ხვდებოდა რომ ეს ეხებოდა ტომ კრუზს, რადგან უკვე მომდევნო წლების მანძილზე ჰოლივუდის არაერთ კინოსტუდიას უცდია მათი ერთად დასაქმება სხვადასხვა როლებზე, თუმცა ყოველთვის ისინი უარს ამბობდნენ ერთად მუშაობაზე. ამასთან ერთად ასევე ხდებოდა მსგავსი შემთხვევებიც, რომ ფილმებისთვის კასტინგებზე ერთი და იგივე როლზე უწევდათ მათ ერთმანეთისთვის კონკურენცია გაეწიათ და ესეც იყო ერთ-ერთი მithქმა-მოთქმის საბაბი. მოკლედ ჰოლივუდი საკმაოდ თვალს ადევნებდა ამ ურთიერთობას და 30 წლის მანძილზე საბოლოო ჯამში იმის და მიუხედავად რომ არაერთმა სტუდიამ სხვადასხვა თანხების და ძალიან საინტერესო პროექტების შეთავაზების მიუხედავად მათ ყველა სტუდიას უარი უთხრეს ერთად თამაშთან დაკავშირებით. სხვათა შორის ეს დრამა 2022 წელს კვლავ განახლდა, რადგანაც ტომ კრუზის ფილმი Top Gun Maverick და ბრედ პიტის ბაბილონი ორივე ასევე არაჩვეულებრივი ფილმია და გირჩევთ რომ ეს ორი ფილმი შეინიშნოთ და უყუროთ. სწორედ ერთდროულად გამოვიდა და მედიაში ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა გამოიწვია ამან, ეს ხომ არ იყო იმ 30 წლის წინანდელი გარკვეული დაძაბულობის და სხვადასხვა კონკურენციის გაგრძელება, სწორედ აი ესეთი ორი დიდი ფილმის დაპირისპირება და ერთდროულად გამოშვება, რადგან ყოველთვის ამას აქვს თავისი მიზეზები ხოლმე. თუმცა როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში, ბოლო მოვლენებმა როგორც გვაჩვენა და როგორც ტაბლოიდები წერენ, ცივი ომი დასრულდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრედ პიტის ახალი ფილმის ფორმულა 1-ის პრემიერაზე ტომ კრუზიც მივიდა და სხვათა შორის აი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ტაბლოიდების ესეთი დიდი დაინტერესება და ამიტომ ვიხილეთ აი ესეთი დიდი რაოდენობით ფოტოები სწორედ ამ პრემიერიდან, რადგანაც თითქმის ყველა გამოცემა, სოციალური მედიაც და ყველა პლატფორმა სწორედ ამ შეხვედრაზე წერდა. ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან ერთად ძალიან და მათ ერთად იპოზიორეს ფოტოკამერების წინაც, ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ფოტოც გავრცელდა და ბრედ პიტმა ცოტა ისეთი ხუმრობითაც კი თქვა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით კვლავ ითანამშრომლებდა ტომ კრუზთან, მაშინ, როდესაც მას უკვე მიწაზე თამაში დასჭირდებოდა და აღარ მოუწევდა რაღაცა თვითმფრინავიდან გადმოხტომა და წყალქვეშ ყვინთვა, რადგან ვიცით რომ ტომ კრუზის საყვარელი ესეთი ჟანრი არის, შეუსრულებელი მისია და ასე შემდეგ, სადაც ის სხვათა შორის არ იყენებს ხოლმე თავის დუბლიორს და ის თავად აკეთებს აბსოლუტურად ყველა ამ რაღაცა შთამბეჭდავ ტრიუკებს, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ საინტერესო დათბა ურთიერთობა და ძალიან მოხარული ვარ სხვათა შორის. იცი რა არის გავიდა 30 წელი, ხო? ტომ კრუზს გადაუდგია. კი ბატონო. ხო, თუმცა არ ვიცი თქვენი დამოკიდებულება და შეხედულება როგორია, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ როგორც სამსახიობო მიმართულებით მე მაინც
ბატონი ბრედი ნამდვილად, მიჩემია, კი, ვიდრე კი, ტომ კრუზი, იმიტომ რომ ისეთი როლები აქვს შესრულებული ამ ბიჭს, რომ ვირაღა ბიჭს იცი რა არის თუ უბრალოდ მისი თავისი განვითარება ბოლო ძლიერი პერიოდში მხარეები. ტომ კრუზის განვითარება ზედმეტად წავიდა უკვე უფრო ისეთი კომერციული და კომერციულისკენ, ბრედ პიტის როლები ნამდვილად სულ რო თავი დავანებოთ ყველაფერს ერთ-ერთი მთავარი არის შემოდგომის ლეგენდები, სადაც ძალიან ახალგაზრდა 12 მაიმუნი მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პატარა როლი აქვს, ძალიან სახასიათოა. იშვიათი მსახიობია, რომელიც თან არაჩვეულებრივად გამოიყურება და თან ბრწყინვალე მსახიობია. აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენ შევთანხმდით ამ თუმცა იმასაც უნდა დავუკარგავთ ახლა ტომ კრუზს. არა, ტომ კრუზი ბრწყინვალე მსახიობია. ვალკირიაში მშვენივრად ითამაშა მავრიკში. მავრიკში თუ ბევრი ვარსკვლავი იყო თან ამ თაობისაც და საინტერესო ფილმი გამოვიდა.